საზოგადოებაში მართლაც განწყობა, რომ სტაბილურობა, უსაფრთხოება ბიუჯეტში აღარ იქნება ესეთი როგორც ის. ეს ბუნებრივი და გავლენასახელს ეკონომიკაზე, ეკონომიკა არ არის ჩემი აზრით ზუსტი მეცნიერება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობებს მოლოდინებს და ეს ორი და ერთი მეორეზე დამოკიდებულია თავი დავანებოთ უბრალოდ ადამიანების უსაფრთხოებას თუ კრიმინალური მართლობა. ერთის მხრივ გრძნობილი შინაგანსაკრებთა და სამინისტროს ოფიციალური განცხადებას, რომ დიახაც მომატებულია. მეორეს მხრივ ყველანი ცხოვრობთ ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში, რომელიც არც ისე დიდია და გვესმის ტრენდიადად როგორი მოლოდინები არის საზოგადოებაში. როგორ რთულდება ამით თუნდაც ტაქსისტების მუშაობა. რა შემთხვევებს აქვს ადამიანი ახალ შემთხვევებს, რაც თითქოს და მივუწევი ფორმები მოდანაშაულებს. ეს მეტყველებს ყოველივე ამას. ისევე ის, რომ საგრძნობლად იქნო ტურისტების ნაკადმა და ეკონომიკაშიც, როგორც გითხარით, სტაგნაციური პროცესები დაიწყო. ეს ერთი მეორეზე არის დამოკიდებული. კრიმინალის რეალიზება პლუს კრიმინალის მოლოდინი ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას. ეს ყველაფერი ბუნებრივია, რომ არ იძლევა არანაირად იმ დაპირებებზე ფოკუსირების საშუალებას, რაც ქართულ ოცნებას ჰქონდა. იმ დაპირებების ძალზე მცირე ნაწილი და ძალზე სახეცვლილია ეს ახალ ბიუჯეტში. როდესაც ჩვენ საპარლამენტო დებატების დროს ვამახვილებთ იმას გადასწორ, ეს არის მცირე სახეცვლილი და საერთოდ არ შეეფერება იმას, რაც იქნებოდა არჩევნებამდე, ეს რაოდენობით დაწყებული და უპასუხებლად ფესვით დამთავრებული. ეს კიდევ უფრო იწვევდა აღიზიანებას ახალი ხელისუფლებისაგან და გახსოვდეს ცნობილი ფრაზა, რომელიც ისტორიაში დარჩება, შეცვალეთ რიტორიკა და შემცირდება რიგები პროკურატურაში. მაგრამ უსამართლო ჯამში საზოგადოების გადასაწყვეტი. როდემდე იქნება მოლოდინის რეჟიმში, როდემდე იქნება არ შემიძლია არ გავესწროს ყოველ შემთხვევაში პრეზიდენტს, ვთქვათ, ფუნტუშის ოცნების მოლოდინში და მოდის დააცნობიერებს, რომ ფუნტუშაზე ოცნება არ არის ფუნტუშა. და მანამდე ჩვენ პოლიტიკური სპექტრი გავაგრძელებთ ყველაფერზე საუბარს, ყველა იმ შესაძლებლობებით, ყველა იმ ტრიბუნის გამოყენებით, რასაც იძლევა ვითარება გარემოება.